საღამო მშვიდობის ეთერშია პროგრამა ინფორმატორი. მე ვარ ლაშა და დღეს შოუ ბიზნესში მოხდარ ყველა სიახლის ლაილაისთან ერთად გაგაცნობ. ამერიკელმა ჯაზ მუსიკოსმა მაიკლ დელფერომ თავისი კონცერტის მინი ვერსია ამერიკის ელჩის რეზიდენციაშიც გამართა. მოკლედ ამერიკის საელჩოში 14 აპრილს ამერიკელებმა მოიყარეს თავი და ამერიკულ მუსიკას უსმენდნენ. არის ესეთი სიტყვა რუსულად მახსენდება, ინგლისურად მახსენდება, exquisite изысканное. საოცარად დახვეწილი ალბათ უფრო ეს სიტყვა მიესადაგება, არაჩვეულებრივი მუსიკოსები არიან. პროფესიონალიზე აღარ არის ხოლმე ამ დროს ლაპარაკი, ძალიან კარგი საჩუქარი გაგვიკეთა ამერიკის საელჩომ. საოცრად წარმატებული სინთეზია და ზია კლასიკის და ჯადის საერთოდ ნებისმიერი სინთეზი და ესეთი ასე ვთქვათ გაბედული ნაბიჯები საერთოდ სარისკოა, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას ვერ იტყვი. კომპანია ჯეოსელმა თვალი გადაავლო გასულ წელიწადს და ჩვენთვის სასიამოვნო დასკვნები გააკეთა. კონკრეტულად ჯეოსელმა მაესტრო წლის საუკეთესო საქმიან პარტნიორად დაასახელა. მე მაესტროს სახელით შემიძლია ვთქვა, რომ მოხარული ვართ ისეთ პარტნიორთან ურთიერთობით, როგორიცაა ჯეოსელი და იმედი გვაქვს ახალი, უფრო საინტერესო თანამშრომლობის. შენც მოეწყე რა როგორ კომფორტული თუ მინდა ეს კუპა გაიხატე რა თუ მინდა თუ არ მინდა რაღაც შეიძლება რა შეგეძლო რაღაცაზე ისაუბროთ რა თანამშრომლობა რა გითხრა მე რა აგატვით რავენაერად მე ვასწავლე შეკნებ ახლა ესე დაგიგეთ რა ფასში ან რომ მიუ აბა ახლა შეხედე აბა იქ მოეწო საერთოდ გამოგენა აბულო ჯონას წერიჩე აბულო ჯონას გამიგდიდან ეს ის რო იყო საპირველი რაც კუმრობები ვერ თუ საავადდები საუბრობს მეც არ ვიცი ორი ხმა გააკუპე რა გინდა პარტია ჩავოვა ორი მაიმუნი პარტია ახლობლებსაც თხოვთ ერთი ხიალო შეგვიძლია წამოვწვევ არა მოტალი კელსი ჩამოჯექი ამ კუბიკზე რა იკასოს ამბა ჩამოშენ ჩამოჯექი კუბიკზე ამას დავაკეთე კუბიკ რუბი ეს არის შედავალი ყო არა არა მე ყველაზე პატარა კაცი ვარ აი ეს აი ეს კუბიკზე ესე არის ფრიანი შეიძლება მთელი რედაქცია აბა ნიკას გახსნა რა აი ეს კარგი აჰა ძალიან კარგი აი ეს მიხურით
იპოზიორებ. 15 აპრილს სიყვარულის დღეს მხოლოდ ქართველები აღნიშნავენ, მაგრამ ამას დიდი პომპეზურობითა და მონდომებით აკეთებენ. ამასთან დაკავშირებით სპორტის სასახლეში დიდი გალა კონცერტი გაიმართა. კონცერტის სიურპრიზით რუსი მომღერალი, ყველასათვის ნაცნობი ქართველი მომღერალი თემურ ცხილაძე აღმოჩნდა. აგრეთვე კონცერტს ესტუმრა ერთ-ერთი მომღერალი თურქეთიდან, მაგრამ თინეიჯერების ყველაზე დიდი აჟიოტაჟი მაინც ლექსენის გამოჩენამ გამოიწვია. ნუ ჯერ პირველ რიგში ულოცავს სულ ყველას აბსოლუტურად სიყვარულის დღეს, იმიტომ რომ მე შეყვარებული ვარ. ჯერ ეს ერთი. მე მეორე ძალიან მიხარია და მსიამოვნებს, რომ ამდენი ადამიანი შეიკრიბა აქ. შევასრულებ ორ ახალ სიმღერას, რომელიც ჩავწერე ამერიკაში, My Brown Eyed Boy. I feel like I want to fly. ასევე შევასრულებ მიფრინავს დროს და დუეტ საუნდთან ერთად. განსაკუთრებულად სიყვარულის დღეს არასდროს არ აღნიშნავ, იმიტომ რომ ვთვლი, რომ საერთოდ ცხოვრებაში ყველა დღე ესეთი ლამაზი უნდა იყოს და ესეთი ხალისიანი. წლის მერე მოღვაწეობ თურქეთში, მომღერალი, პოპ მომღერალი. განაპირობა მან რომ მე ქართველი ვარ, საქართველოში დაგეგმილია ჩემი გრანდიოზული პროექტი, დაახლოებით 1 თვის მერე. მან განაპირობა რომ სიყვარულის დღეს ქართულ მაყურებელს მიხილოს სცენაზე. ვისაც არ ყავს შეყვარებული, უსურვებ რომ შეუყვარდეს ვიღაცა და შეუყვარდეს თვითონ ისიც იმ ვიღაცას. რაიც რა უნდა უსურვო, სიყვარულს.
ბაკის პარკის თაყვანისმცემლებისთვის ერთი სასიხარულო ინფორმაციაა. ჯგუფი ახალ ალბომს წერს, რომელიც რიგით მეოთხე იქნება. ამისათვის ისინი აქტიურად მუშაობენ მაესტროს ხმის ჩამწერ სტუდიაში. ამის შესახებ ჯგუფის ლიდერი ზაზა ხუციშვილი გვესაუბრება. ალბომთან უკვე ბოლო სიმღერაზე მიდის მუშაობა და უახლოეს მომავალში ალბათ ტირაჟირების შემდეგ უკვე გავაკეთებთ ალბათ პრეს-კონფერენცია, სადაც წარვადგენ ჩვენს ახალ ალბომს. ჩვენ ყაზბეგის ჯაზ ჰაუსიდან მივიღეთ წინადადება, რომ ერთი დღე დავუკრათ აქ. რეპეტიციებთ იმაზე, რომ მომამზადოთ ისეთი პროგრამა, რომელიც იქნება მისაღები როგორც ჯაზ ჰაუსის კონცეფციისთვის, ასევე ჩვენი ჯგუფისთვის. ეს არის უფრო საკლუბო პროგრამა, ცნობილი მუსიკოსების რეპერტუარიდან იქნება ბევრი სიმღერები, ალან პრაისის, ერიკ კლაპტონის, ბილი უილერსის, გროვერ ვაშინგტონის და ასე შემდეგ. რეპეტიცია გვეხმარება დათო ჯაფარიძე პერკაშენზე და უკვე ამ ხუთშაბათიდან დავიწყებთ მუშაობას. ქართული ეროვნული სიყვარულის დღე რადიო ფორტუნამაც აღნიშნა რესტორან კრისტალში 15 აპრილს. ქართული ესტრადის მომღერლები სიმღერით ულოცავდნენ შეყვარებულებს ამ დღეს მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვალენტინობას 14 თებერვალს აღნიშნავენ. არ ვიცი, ასე ვერცობი. ჩემს ყველა დღე გართობაა, ყველა დღე სიყვარულის დღეა და სულ შეყვარებული დავდივარ. არ მიულოცავ სიყვარულის დღეს, არ არის დღეს ხალხო სიყვარულის. ვინ მოიგონა ეს სიყვარულის დღე? სიყვარულის დღე არის ვალენტინობა. როდის არის ვალენტინობის? 14 თებერვალს. გაუმარჯო სიყვარულის დღეს. კახუჩელას ბიჭი რო გაუჩნდა ეს გვიხარია ჩვენ, თორე აი ეს სიყვარულის დღე არ ვიცი ვინ დააწეს. დღეს დაუწესებიათ სიყვარულის დღე. ესომ დააწესა ჩუბინიძემ. ხო, არ ვიცი მე ვინ არის ბესო ჩუბინიძე, მაგრამ ნუ რა ვიცი, მე უსურვებდი ჩემს მსმენელებს რომ ყოველი დღე იყოს მათთვის დიდი სიყვარულის, დიდი დღესასწაულის დღე და არა მხოლოდ რაღაც კონკრეტული თვის კონკრეტული რიცხვი.
114 წლის წინ დაიბადა მუნჯი კინოს ლეგენდა ჩარლი ჩაპლინი. იგი 7 წლის ასაკიდან ლონდონის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში იზრდებოდა, რამაც მას ხელი არ შეუშალა იმაში, რომ კინემატოგრაფში თავისი მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქვა. დიდი გენიოსის იუბილე თბილისში კლუბ ჩარლიშიც გაიმართა. პირველი ღონისძიება სხვათა შორის 99 წელს გავაკეთე 100 წლის იუბილე. ეს იყო პირველი ჩემი შეხვედრა ჩარლისთან. და იმ 99 წლიდან თითქმის დღევანდლამდე ყოველი წელი ავღნიშნე. მე თვლი საჭირო და კარგი საქმეა, რომ პოპულარიზაცია იმდენად არ ჭირდება ჩაპლის, მაგრამ რომ იცოდეს ახალმა თაობამ თან ისეთი ფილმები აქვს, რომელიც პრინციპი საქართველოში არც არის და საშუალებას ნაკლებად არის ამ ფილმების ნახვის და ამ ხრივ ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან ყუდრო გარემოა და ძალიან ლამაზად და გემოვნებიანად არის გაკეთებული ყველაფერი და დიდი მადლობა მინდა უთხრა ორგანიზატორებს. ქართულ ესტრადას შეიძლება კიდევ ერთი ვარსკვლავი ნინო ხარაძე შეემართოს. მის გავარსკვლავებას უკვე ცნობილი ვარსკვლავი გიგა აგლაძე ცდილობს. მან ნინოს სიმღერა დაუწერა და ამ სიმღერაზე კლიპიც გადაიღო. დიდი მადლობა ნინოს, აპლოდისმენტები ნინო ხარაძე, თუ შეიძლება. აპლოდისმენტები გიგა აგლაძეს, დავით მაჩაიძეს. ნუ რა თქმა უნდა, გიორგი ნიფონავას და კელა კინძონაშა სულა ვიწევდა სახელები მადლობა. ეს უჩიეთ გაგებული მუზიკოსი გიგა აგლაძემ გადამიღო კლიპი, ასე ვთქვათ, ავტორი მუსიკის თვითონ არის, ტექსტის ავტორი მე ვარ. ეს არის პირველი კლიპი ჩემთვის ცხოვრებაში. და რა ვიცი, ძალიან ბედნიერია, რომ ესეთი დღე მე არ მქონია ცხოვრებაში და ალბათ ბევრჯერ მექნება რა, დარწმუნებული ვარ. გავაკეთე რაღაც ალტერნატიული, ცოტა სურეალისტური, მე ესე ვიტყვი და მე მგონი გამოვიდა რაღაცა. რამდენად მიიღო მსმენელმა, ეს არ ვიცი. ასტუდიო ყველაზე ელიტარული იმიჯის მქონე ჯგუფად ითვლება რუსეთში. ისინი ბევრს მოგზაურობენ, უყვართ მუსიკა და ერთმანეთი. ჯგუფის წევრების აზრით მათი წარმატება იმაშია, რომ ერთად არიან, ნახევარი სიტყვიდან ესმით ერთმანეთის და იციან, რომ რაც არ უნდა კარგები იყვნენ ცალ-ცალკე, ერთად უკეთ გამოიყურებიან. ისინი ძალიან პუნქტუალურები არიან, თუმცა არაორდინალური მიზეზების გამო მნიშვნელოვან ადგილებზე დაგვიანება მათი სტილია. მაგალითად, ყაზახეთში ჩატარებული კონცერტის შემდეგ მათ თვითმფრინავზე დააგვიანდათ. საქმე იმაშია, რომ გზაში მშობიარე აკლემი დაინახეს და იქამდე არ დაიცრენ ადგილიდან, ვიდრე მშობიარობა მათ ჩაიარა მშვიდად. სხვათა შორის თვითმფრინავზე ასტუდიოს წევრებმა საქართველოდან გაფრენის დღესაც დააგვიანეს. ამის მიზეზი ქართული სულგუნი იყო. პალინას ისე მოეწონა ყველის ეს სახეობა, რომ ბაზარში წავიდა და თვითმფრინავის ეკიპაჟი 15 წუთი აცდევინა. 17 აპრილს ასტუდიო ისევ ჩამოდის საქართველოში და ამჯერად ფართო საზოგადოების წინაშე აჭარა მიუზიკლში გამართავს კონცერტს და ეს მართლა დაუვიწყარი საღამო იქნება. Не забывай, даже невзначай, что любовь где-то рядом, ее не потеряй.
16 აპრილს თბილისის ყველა სახელოვანმა ადამიანმა ჟურნალ სახელების პრეზენტაციაზე მოიყარა თავი. ჟურნალი წელიწადში ერთხელ გამოვა და მასში წლის ყველა სახელოვანი ქართველი შევა. ჟურნალის პრეზენტაციაზე აგრეთვე აუქციონიც მოეწყო. უცნობის ნიღაბი 100 ლარად გაიყიდა. თვითონ უცნობმა კი რატომღაც ჰაუსტუკი შეიძინა. ნახოთ მომავალში მოემატება თუ არა მის გარდერობს ეს სოლიდური აქსესუარი. რა თქმა უნდა, ნომინანტებთან ან მსახიობთან ერთად ყველა ეს მოვლენაც არის ასახულია. ერთად შევარჩიოთ აუქციონის წამყვანი, ვინ შეიძლება იყოს ის, ვინც გაუძლება ამ პროექტს. მანიკო, თუ შეიძლება ცოტა ხმამა, მაგრამ ფირმაც უსერიოზულესია. სურვილი არ დაგჭირეთ, შეიძლება მე ვისავს. არის მე სურვილი, უბრალოდ ხელის აწევა. 121. 121 ქართულ ევროპული ჰალსტუხი. აი როგორ გამოიყურება. ესე იგი ძალიან ისის მე მგონი აფერებში იყო რა. ფირმა აქ არის ხო? სამწუხარო წამოს და არის ძალიან კაი ფირმა, ამიტომ 50 ლარი ძალიან ცოტა არის ჰალსტუხისთვის. ძალიან. იგი მისი მიღებებიდან. ეს მართლა სუპერ რამე არის. გავკადნიერდები და ძალიან დაბალ ფასს დავაგებთ ამ მიღებს. 2 ლარი. 100 ლარი. სუპერ, აი მე როგორ მინდა მოვიყო 100 ლარი. 1 100 ლარი 2 100 ლარი 2 100 ლარი 3 ბატონიეროსი მე მიეშთებს მისი პარტნიორი არა პარტნიორი არა პატრონი პარტნიორი როგორ მოგწონთ ესე თექვსმეტ აპრილს საბურთალოს ქუჩაზე მშენებარე წმინდა ანტონ მარტყოფელის სახელობის ეკლესიის წინ მდებარე სკვერში ხალხმრავლობა იყო. 123 საშუალო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დიოს წარმომადგენლებმა მიტოვებული სკვერის გამწვანება გადაწყვიტეს. ყველაზე დაუჯერებელი და რაც მთავარია სასიამოვნო ის არის, რომ ამ აქციას არანაირი პოლიტიკური საფუძველი არ აქვს. უბრალოდ მათ საკუთარ ქალაქზე იზრუნეს. იდეა და ორგანიზაცია ამ აქციას გავკეთა ფირმა დიომ, მისმა გენერალ დირექტორმა თამაზ დაუშვილმა და ირმა დაუშვილმა და მამა ანტონის ძალისხმევით, იმიტომ რომ ეს ტერიტორია ახლა დღეს უკვე ეკუთვნის ეკლესიას და მამა ანტონის მრევლის დახმარებით 2-3 დღის წინ ამოითხარა ორმოები და რამდენადაც ეს სკოლა არის 123 კოლეჯის ბავშვები არიან აქ ჩვენთან და ეს კლასი არის ეკოლოგიური კლასი, რამდენადაც ჩვენ ვიცით, გადავწყვიტოთ რომ აქციაში ბავშვებსაც მიეღოთ მონაწილეობა. არა, ეხლა ჩვენ პირველად მივიღეთ ალბათ მონაწილეობა. და კიდე გვიდა რომ მივიღოთ ალბათ ბევრჯერ და მოსახლეობისთვის უფრო კაი რა იყოს. გამწვანების ცენტრები არსებობდა ეკლესია მონასტრებში და დღეს მისი უწმინდესობის თვითსაკურთხევით სკოლებსაც აქვთ ამის კურთხევა, აი კედრის თესლები მოიტანეს საპატრიარქოში, ურიგებთ ბავშვებს, რომ მომავალში ბავშვებმა შეეცვლონ, რომ თავიანთი ხელით ამოსული ნარგავებით გაამწვანონ ეზოები.